ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ. შეიარაღებულმა ფორმიანებმა საოკუპაციო ხაზთან საინჟინრო მანქანა დაცალეს. სოფელში ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები დამატებითი მავთულ ხლართების გაბმას გეგმავენ, რადგან საოკუპაციო ზოლის ნაწილი ხურვალეთის გარკვეულ მონაკვეთზე მხოლოდ ძელებით და მწვანე ბანერებით არის მონიშნული. ეს ის სოფელია, რომელმაც ახალი საოკუპაციო რუკების მიხედვით შესაძლოა დამატებითი ტერიტორიები დაკარგოს. გიორგი ახალკაცი ჩავიდა ხურვალეთში და დეტალებს ახლა ის მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. გისმენთ გიორგი. დიახტატია საოკუპაციო ძალის მორიგი უკანონო აქტივობა რამდენიმე საათის წინ დააფიქსირა ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდას სალიამ. მისი თქმით, სოფლის სიახლოვეს ოკუპანტების ჯგუფი სატვირთო ავტომობილით მივიდა, მათ სამშენებლო მასალები დაცალეს. ლუდას სალია ვარაუდობს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მავთულ ხლართების გაბმას გეგმავენ, რადგან ხურვალეთის გარკვეულ მონაკვეთებში არის მხოლოდ ძელები და ეგრეთ წოდებული საზღვრის მანიშნებელი ბანერები აღმართული. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი კი ამბობს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურებულები არიან შეიარაღებული ოკუპანტები და მათი ნებისმიერი აქტივობა უნდა განიხილებოდეს როგორც მზადება შემდგომი აგრესიისთვის. 8 წელი აქვს ცხოვრობდა, ვიცი რომ შაბათ-კვირას არ დადიან, არც წვრთნები აქვს და არც არაფერი და დღეს ისე გამიკვირდა ეს მანქანა რომ გადმოვიდა 4 რუსი ოკუპანტი, რა თქმა უნდა სამხედრო ფორმებით იყვნენ, სახე დაფარული ჰქონდათ, როგორც ყოველთვის სახეს იფარავენ, ალბათ იმიტომ რომ შაბათ-კვირა შეიძლება აქ დაგულავებენ თბილისის კაფეებში და რო არიცნო, სახეები არასდროს არ უშენთ. რაღაცები შეიტანეს იმ მწვანე ეგრეთ წოდებულ მწვანე ჯიხურს ვეძახი იმ საგუშაგოში, რამოდენიმე ხანი იდგნენ, გაიარეს, გამოიარეს, დაათვალიერეს კარგად აქაურობა, გადმოდგნენ, აქეთ იხედებოდნენ, ფოტოებშიც კი ჩანს, რომ ესე ხელებით ანიშნებდნენ ერთმანეთს და 1:30 საათის შემდეგ ჩასხდნენ და წავიდნენ. ფიქრობ, რომ ან ისევ მცოცავი ოკუპაცია უნდა გააგრძელონ და ადგილები მოინიშნეს ალბათ, ან რაღაც საინჟინრო სამუშაოები ასრულებენ, რაღაც იარაღები შეიტანეს, რომ ისევ წვრთნები გააგრძელონ. არ ვიცი, ან ემზადებიან რომ ჩვენ არ შევიდეთ ევროკავშირში და მთლიანი ოკუპაციისთვის, ან უბრალოდ აქ მიდის წვრთნები, რომ მერე უკრაინაში გაწვრთნილები ჩაიყვანონ. რუსი ოკუპანტები ბოლო პერიოდში არიან ძალიან გააქტიურებულები. განსაკუთრებით მათი აქტივობა დაფიქსირდა 2023 წლის მარტიდან, როდესაც მათ დაიწყეს საგუშაგოების ბლინდაჟების მომზადება, სანგრების გათხრა და რამდენიმე დღეს წინ ასევე ჩვენ დავაფიქსირეთ საპატრულო ჯგუფებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის უახლესი ანტიდრონების სპეციალური იარაღების დარიგება. რუსეთი განიხილავს საქართველოს სრულ დამორჩილებას და თუ ამ დამორჩილებისთვის საჭირო გახდება საქართველოს სრული ანექსია, ვფიქრობ, რომ რუსეთი ამისთვის არც ენერგიას და არც დროს და არც რესურსს არ დაიშურებს. ხურვალეთი გახლავთ ის სოფელი, რომელიც საოკუპაციო ძალას ორად აქვს გაყოფილი, თუმცა როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობაში აცხადებენ, ამას არ სჯერდებიან შეიარაღებული ფორმიანები და ახალი რუკების მიხედვით დამატებითი ტერიტორიების მიტაცებას გეგმავენ.